მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები, გამოიწერეთ არხი, რომ rezonirdes. იცით რა არის, რო ვტუსავდი კარტს, ტაროებს, გადმოვარდა ეს ორი და მესამეც დავამატე. აქ იქნება ეხა ურთიერთობაზე, ნახოთ აბა წყვილებში, ვისაც ოჯახი ყავთ, ვისაც შეყვარებულები ხართ, ვინც ესე იგი ხელი რო არა გაქვთ მოწერილი და ერთჯერ ქვეშ ცხოვრობთ, ხო? ნახოთ რა გამოვიდა, რა გამოვა. მე ვნახავთ რა იქნება ხელის შემშელი ფაქტორები, ვინ არიან, რა არიან და ნახოთ მე როგორ უნდა გამოსწორდეს ეს ყველაფერი, ხო? ეხა ეს ორი გადმოვარდა, ცხრიანი პენტაკლი და თასების დედოფალი. იცით რა არის? არის და იყო, აი გადაათამაშეთ თქვენ თავზე. ჯერ ვიტყვი რომ იყო კარგი მჭიდრო კავშირი, იყო ფინანსები, იყო გვერდში დგომა. გოგოებო შეიძლება თქვენ უფრო მეტად გაქვთ შემოსავალი და შეიძლება ეხმარებოდით თქვენს მამაკაც ოჯახს ეხმარებით მიხვდით ხო ბიჭებო შეიძლება ეს პირიქითაც არის ხო მუშაობთ შეიძლება ბანკში დიდ მაღალ მასე რა ქვია თანამდებობაზე მაგრამ იცით რა არის აქ პირდაპირ ოჯახი დაჯდა მესამე რო დავამატე მაღალი არქანი იმიტომ რომ ეს ფინანსები მერე ზოგს უცებ მოგეჭრათ ანუ შავი ნეგატივით ჩარევით ბოროტი ხალხის ჩარევით და ზოგს ნელ-ნელა რომ არ შეგემჩნიათ ეს ყველაფერი მიხვდით ხო? ნუ აქ ბავშვებიც დაჯდა, ბავშვი ყოველ შემთხვევაში. იცით რა არის? მერე შემოგიგორეს, აი ეს დიდი, ესე იგი, რა ქვია, ასაფეთქებელი, ასე ვთქვათ რა. ანუ ამოიწურა თასები, თქვენი აფიალა ამოიწურა, აქ კარგი ურთიერთობა გქონდათ და არ გამოვრიცხავ რომ ესე იგი დაინგრა ეს ყველაფერი ჩამოინგრა, ანუ დაგაცალცალკევეს, შეიძლება ზოგს ესე იგი გადაადგილება, იძულებითი გადაადგილება უფრო ქალებში, ქალბატონებში ვიტყვი, მანდილოსნებში და ეხლა იცით როგორ ერთად კი ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ, ერთად კი აკეთებთ აი ამ ყველაფერს, მაგრამ ან ერთად ხართ ისევ და ძალიან გიჭირთ და მაინც ზურგითა ხართ ერთმანეთთან, მიხვდით? ან კიდე რომ აი ეს თქვენი შვილები, ხო, შვილიშვილები წამოაყენოთ ფეხზე, ან კიდე უკვე აი ხო გავიმეორებ, შორს ახართ, მიხვდით ხო? შორს ხართ. აბა ნახოთ კიდე თქვენი ურთიერთობა წყვილებში, ნახოთ რა სიტუაციაა. აქ საკმაოდ დიდ თანხებზე იყო ლაპარაკი, დანაკარგი არის დიდი თანხების. და აქ კიდე გავიმეორებ ახლა, მეორე ვარიანტსაც ვიტყვი, წავიკითხავ, ვისაც ესე იგი წმენდები გაქვთ გაკეთებული და მიდიხართ წინ ჩემი რიტუალებით, სხვა რიტუალები, ენერგეტიკები არ შეურიოთ, იმიტომ რომ ჩაიჭრება, ამას ყოველთვის მეკითხებიან და გცემთ პასუხს, სადაც შემიძლია ხოლმე, ან ჩემ რიტუალებს უნდა უყუროთ, გაიწმიდოთ, ან საერთოდ არ უნდა შეეხოთ. მიხვდით ხო, გამოგივართ, რომ არსად, არც იქ და არც იქ, მიხვდით ხო? ესე იგი, ვისაც ეს გაქვთ ეს ამოვიდა რომ თქვენი ურთიერთობა თქვენი წყვილებში ხო, ესეთი სიტუაცია, კარგი სიტუაცია გაქვთ, მიდიხართ წინ და უკვე იცით რა არის, ადრე ხალხი თუ დაგაკარგინეს და აი ეს პირიქით სიმძიმე გედოთ მხრებზე ხო, ეხა ისე ძნელად აღარ გეჩვენებათ და მიდიხართ წინ, იმიტომ რომ მუშაობთ თქვენ ცხოვრებაზე, მიხვდით ხო? იბრუნებთ თქვენს ჰარმონიას ურთიერთობაში, იბრუნებთ აი ამ სილაღეს, ესე იგი ხასიათს იბრუნებთ, რომ ხალისი გქონდეთ, რომ აი ბავშვებსაც გაუღიმოთ, ერთმანეთს გაუღიმოთ, აქ მიდიხართ გენაცვალე, აგერ ხალხმრავლობაში შეიძლება ერთად გახვიდეთ სადმე, ან უკვე დაიწყეთ სიარული ერთად თუ არა და იქნება დაგპატიჟებენ და ასე შემდეგ. აუცილებლად გამოსწორებადია, აუცილებლად. კარგით. აბა ნახოთ კიდე რა სიტუაციაა წყვილებში. აბა ნახოთ. აჰა.
იცით რა არის? აქ ცრემლები დაფიქსირდა, აქ სიშორე, აქ ამოდის იძულებითი გადაადგილება ამოდის ჩემო-კარგებო, ან დიდი ხანი არ ყავდათ ერთმანეთი ნანახი და შეხვდით, მაგრამ გაგიცრუდათ, იმიტომ აქ მამაკაცია ჩარეული, რაოდენაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეჭვები, შეიძლება ყოფილი ურთიერთობა და თქვენ მერე ახალი ურთიერთობა შეიძლება ახალი პიროვნება გოგო ბიჭი გაიცანით, ახალი ურთიერთობა ააწყეთ და ამ ყოფილს უკვე ესე იგი ძალიან არ მოეწონა და მაგიური ციფრიც დაჯდა 7-იანი 7-ში. ესე იგი გაგაცამტვერათ რა, გიკეთებთ რას? სიცივეს, ატვაროც გიკეთებენ, რომ დაშორდეთ ერთმანეთს. მიხვდით, აქ მიდის სერიოზული მუშაობა მიდის. კი, ნამდვილად. და ვისაც ესე იგი იძულებითი გადაადგილება გაქვთ, ხო? ანუ რო ოჯახი შეინახოთ, ხო, წყვილებში, ხო? აქ მამაკაცებო თქვენ ძალიან ძლიერი იყავით, აქ მე ხო ესე იგი სულიერებაზე ვშლი, ხო? გადაათამაშეთ თქვენ თავზე. იყავით ძლიერი პიროვნება, იყავით რაინდი პენტაკლების, გქონდათ ისეთი შემოსავალი, რომ ყოფნიდათ, რომ თქვენს მეწყვილესაც, გვერდში მყოფსაც, ესე იგი ამყოფინებდით. იყო ჯანმრთელი ურთიერთობა, იყო ნამდვილად, მაგრამ აქ მოხდა უკვე სიშორე და ძალიან ჩქარა მოხდა, თითქოს თქვენმა ვაგონმა ჩაიარა. ეს იყო ხელოვნურად გაკეთებული სამწუხაროდ, იმიტომ რომ აქ ხუთიან თასებში მე სხვას ვერ ვიტყვი და 7-იანი კვერთხები. ჯანმრთელობაზეც იმუშავეს, ნერვები, ესე იგი იყო, მერე შეიძლება სკანდალი, ჩხუბი, ეჭვიანობა, აქ იყვნენ გარეშე პირების ჩარევა არის, ჩემო-კარგებო, გარეშე პირების ჩარევა და მესამე ხაზი, სამ ხაზს გავაკეთებ, აქ სანთელიანთია რო იცოდეთ, აქ და ნეგატივი მიდის. აბა კიდე ურთიერთობა ვნახოთ წყვილებში თქვენი რა სიტუაციაა, ხო? ნუ ხმლების მეფე ამოვიდა, თვითონ ესე იგი გზების ჩაკეტვა იყო, მაგრამ უყურეთ მე ორნაირად ავხსნი, ესე იგი, სადაც იყო გზების ჩაკეტვა, სადაც იყო დაშორება, ხო? ესე იგი ხმლებს და ჯოხებს გირტყავდნენ ურთიერთობაში, ხო? რომ სპეციალურად ფეხებს გიკეტავდნენ, რომ არ წასულიყავით გონებას, გიბინდავდნენ, მენტალზე მუშაობდნენ, ხო? ვისაც წმენდები გაქვთ ჩემი გაკეთებული და კიდე აკეთებთ, გამოდიხართ ამ სიტუაციიდან, ეხლა მტრებს ჩაეკეტება გზები, მტრები დაკარგავენ ყველაფერს, სამსახურსაც დაკარგავენ, აქ მიჩვენებენ და თქვენთან მოდის ახალი პიროვნება, გოგოებო. ესე იგი, თქვენ ხართ მისი, როგორ იცით, ფანტომი ხართ, თავში აქ ტვინში, რომ თქვენ ხართ მისთვის ერთადერთი განუმეორებელი, ყველანაირად რომ აკმაყოფილებთ, აბსოლუტურად ყველანაირად აკმაყოფილებთ, იმიტომ რომ რაინდია აქ კვერთხების, ეს არის ახალი გადმოდგმული ნაბიჯი, ან ახალი პიროვნება შემოდის თქვენ ცხოვრებაში სამ დროში, შეიძლება 3 რიცხვში, 3 საათში, შეიძლება დაგირეკოთ, ეს აქ ცოტა გამოწევაც გამოვიდა, იმიტომ რომ მოდის პიროვნება, ესე იგი ბუკეტი რა არის, ხო? უსასრულო ბედნიერება და კეთილდღეობა. რა არის, იცით, ცოტა ეძნელება, იმიტომ რომ ჯოხით დგას, მაგრამ აქ უკვე გამოდის წინ რიტუალებით, რომ ესე იგი მყარად დააყენეთ თქვენს, გასუფთავდა ყველაფერი, თქვენს უკვე ნახევარზე მეტად გასუფთავებული ხართ ცუდი ენერგეტიკებისგან, მიხვდით? ხო, აქ ეხლა მამაკაცებო თქვენ რა არის, იცით? კი, ესე იგი, მანდილოსანთან დაკავშირებით უფრო გამჭრიახი გონების ხართ, თქვენ მანდილოსანთან უფრო ესე იგი სწრაფი გონების ხართ, სწრაფად აკეთებთ აი ამ ყველაფერს. გოგოებო, ვისაც ყავთ ესეთი მამაკაცი, იცით რა არის? ურთიერთობაში მამაკაცი იმაშვრება, რა ქვია, აქტიურობს, აი ამას ვიტყვი, ესე მაჩვენებენ. მოკლედ, გაიგეთ ხო ურთიერთობა თქვენ წყვილებში და ეხლა ვნახოთ, აბა შემშლელი, ესე იგი ხელის შემშლელი პირობები, აბა ვნახოთ თქვენს შემშლელი ფაქტორები, უფრო სწორად.
და ვინ არიან მერე, აი ეს ვნახოთ, აბა, ხელის შემშლელი ფაქტორები ვნახოთ. უკვე ნახეთ ხმლების ტუზი და დავტოვებ, ამყვა ხელში დარჩა. კარგით, სამიანი კვერთხები, ეს უკვე კარგია. მაგრამ ეს ხმლებიც კარგია, არ არის ბევრ ვარიანტში არ არის ხოლმე სიტუაციაში და ვარიანტებში ეს ცუდი გასაგებია ეს ხა რა არის იცით ეს ახალგაზრდა გოგოები დამიჯდა აქ ხელის შემშლელი ფაქტორები ახალგაზრდა გოგო ჭორები თქვენს ურთიერთობაზე რომ ლაფი მოგცხონ ხო იმიტომ რომ ჩვენ აქ განვიხილავთ ხელის შემშლელ ფაქტორებს და უყურეთ გაქვთ ხელის შემშლელი ფაქტორები და ჯერ არ მიკითხია ვინ ან რა არიან და უკვე დაჯდა გოგო თქვენ შორის მიხვდით ხო მაგრამ ესე იგი თქვენთან მოდის ხშირად თქვენთან აქვს ურთიერთობა წყვილებთან ან ერთად გასვლა გაქვთ ერთად გასეირნება ან თანამშრომელია ან ესეთი რაღაცა იცით რა არის რომ ესე იგი ყოველთვის არის მზად რომ აი ეს ჩაჭრას ეს თქვენი სილამაზე ეს თქვენი ბედნიერება თქვენს მერე რომ მიდის ხო ეს გოგონა მერე კარგად ჭორაობს ჩემო კარგებო აი ხედავთ მეორე ხაზი ვნახოთ ხელის შემშლელი ფაქტორები ვნახოთ ნახოთ თქვენს ურთიერთობაში ბალანსი გაქვთ დაკარგული, ბალანსი გაქვთ, კი, ბალანსი გაქვთ დაკარგული, ჩემო კარგებო. ესე იგი პაჟი რა არის ხო? რაინდი ამოვიდა თასების, კიდე მეორე განმეორდა, ხო ხდებით არა? და როგორ იცით ეს ახალი ნაბიჯები, ახალი ისინი აქ ჩაიკეტა, ბალანსი გაქვთ დაკარგული. ბევრს და ბევრს გქონდათ, ესე იგი, ეს ხელის შემშლელი ფაქტორები და ანგელოზი, აი ამ ხმლის მერე, აი ამ ხმლით, ეს ჩათვალეთ, რომ არის არხანგელი მიქაელის ხმალი, ცეცხლოვანი ხმალით და თავისი, ესე იგი, დამცავი ფარით იცავს თქვენს ურთიერთობას, ვისაც გაწმენდილი გაქვთ ურთიერთობები და ვინც იწმინდებით ჩემი რიტუალებით, აი იმ შემთხვევაში ვიძახი, ვისაც არ აგენოცვალე, აქ არის ხელის შემშლელი ფაქტორები, არის ესე იგი ჩარეული ადამიანები, აქ ამოვიდნენ, როგორ იცით, აქ უფრო მეგობრები, მეზობლები, თანამშრომლები, აი რო გიხარიათ რაღაცა და უყვებით ერთმანეთს ხო ხდებით არა და აქ ამოვიდა რა იცით, თქვენ თვითონვე ბევრმა გაითვალეთ თქვენი თავი, აი ეს ტყუილა არ დავდე მე აქ დღეს გრძნობდი რომ ესეთ რაღაცა იქნებოდა თქვენი ბედნიერება გათვალეთ, თქვენი კეთილდღეობა გათვალეთ, რაღაცაში იჩქარეთ, რაღაცაში არ იჩქარეთ, ბალანსი ვერ შეინარჩუნეთ, ბალანსი აკლია თქვენ ურთიერთობას, გოგოებო, ბიჭებო და თქვენ თვითონვე ბევრმა ჩაიკეტეთ გზები თქვენივე ბედნიერებისკენ. აქ უფრო ბიჭები და აქაც გოგონები დამიჯექით, ქალბატონები. მიუხედავად ამისა, რომ შეგიძლიათ რომ ესე იგი კარგად გადაადგილდეთ და ანუ სიყვარულის ურთიერთობაში ხო ეს ფაქტორები თქვენ თვითონ აღმოფხრათ ხო არაცდით სამყაროს შეიძლება რომ თვითონ მოაგვაროს ეს ყველაფერი გადმოხტა მესამე ხაზი ნახოთ აბა ვნახოთ ხელის შემშლელი ფაქტორები და მე ვნახოთ აბა ვინ და რა არიან გასაგებია ხო მეორეს დავამთავრებ აქ არის გათვალვა ურთიერთობების ნუყვებით ბედნიერებას სიჩუმე უყვარს ხალხნო შეიძლება ძალიან იმჩნევთ ამ ბედნიერებას ძალიან აი ღიმილი გემჩნევათ ხო თქვენი სილაღე აი ეს ყველაფერი გემჩნევათ ურთიერთობაში და მე ჰობ და აქ კრადნიკებიც არის რომ გპარავენ ხო ზოგი ნებით და ზოგი უნებლიეთ გპარავთ აი ამ კრადნიკებს
თავისი ძლიერი ენერგეტიკით, შეიძლება ენერგოვამპირიც არის თქვენს გვერდში მყოფი, შეიძლება თვითონ მეგობარიც იყოს თქვენი გვერდში მყოფი, პარტნიორი იყოს თქვენი გვერდში მყოფი, არ გამოვრიცხავ. აქ ბალანსის შემდეგ ისევ სასწორი დაჯდა, აი რასაც საუბრობს სამყარო, რა არის ხელშემშლელი ფაქტორები, გენაცვალე, ესე იგი ფინანსების დაფიქსირდა აქ ფინანსები ურთიერთობაში არის დაბლა ჩაკრები, მიწიერება გაქვთ დარღვეული, იმიტომ რომ დაიწონასავით ხართ თქვენ ურთიერთობაში, ბევრმა არ იცით რა გინდათ, ვინ გინდათ, გოგოებო, ბიჭებო, ეს გადაათამაშეთ თქვენ თავზე, ბევრს ხელშემშლელი ფაქტორები, ბევრისთვის არის ეს უნდა რა ვქნა ვთქვა, რომ წყვილში არის შვილები და ისინი არიან ხელშემშლელი ფაქტორები. აქ მეუნებიან რომ ესე იგი ბევრ თქვენს მამაკაც, ქალბატონს ან ყოფილი ოჯახი ყავთ, ან ეს და აი ეს სიტუაცია დაფიქსირდა ეჭვიანობა და ცოტა შიში, იმიტომ რომ შვიდიანი ხმლებით მთავრდება. ესე იგი ბალანსი არ უნდა დაკარგოთ, ბალანსი შეინარჩუნეთ და ეს სასწორზე დადებული ვაი და ვაი არა, თუ აქ გეუბნებათ სამყარო, თუ გინდა დაასრულე ურთიერთობა, თუ არა და გააგრძელე აი ამ ყველაფერი ანუ სასწორის გარეშე, მიხვდით ხო? კარგით. მოდით ახლა ამავე ტაროთი ვნახავ ხელშემშლელი ფაქტორები. ვნახეთ და ვინ არიან, ვნახოთ ჯერ ვინ არიან თქვენ ურთიერთობაში, ვინ არიან, ვინ გიშლით ხელს, ხო? თვითონ ამოვიდა სამივე, ნახეთ, თვითონ ამოვიდა. ეს თქვენი ფული, ბიზნესი, ფულზე, ჯიბეზე იყურებიან, გოგოებო, ბიჭებო, ან თქვენი მამაკაცის ჯიბეზე იყურებიან, ან თქვენი ქალბატონის მანდილოსანის ჯიბეზე იყურებიან, ჩამოკარგებო, კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ცხრიანი პენტაკლი, ცხრიანი თასები გენაცვალე ერთად, ესე იგი მაქსიმალურად, ესე იგი მაღალ დონეზე თქვენი შურთ, თქვენი ფინანსების, თქვენი ოცნებების, აქაც კაი კრადნიკები დაჯდა, მე არ გპირდებით ჯერ, მაგრამ თუ გამახსენდა ჩავატარებ აი ურთიერთობაზე კრადნიკების მოხსნას აუცილებლად, ვეცდები რომ მალე ჩავატარო, იმიტომ რომ რაც ვშლი დღეს, სულ კრადნიკებია, ეს რა არის, რამდენი, ესე იგი განახლებულია ეს რაღაცეები, მიხვდით ხო, ეს მაიმუნობები. იცით რა არის, ვიღაცა აი ჩაკაკუნებაა რა, აი ტუკ, აქ ახლა ფრინველი თავში რო გიკაკუნებს, ხო? აი თითქოს ვიღაცა გეუბნება, აი ესე და მერე მისის თქვენი სურვილები გადადის იქეთ, ეს არის კრადნიკები, მოპარვა, მიხვდით ხო? რეალიზაციას ვერ ახდენთ და ვერაფერი. იცით რა არის, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, აქ ახალგაზრდა ბიჭი დამიჯდა, შეიძლება თქვენი შვილიც არის, არ გამოვრიცხავ. არის ესე ოჯახებში სამწუხაროდ რომ შვილის გამო ან შვილზე ხართ გადაყოლილი, ან ესე იგი იმდენად ფიქრობთ და ნერვიულობთ, რომ ესე იგი მასზე დიდი თანხები გაქვთ გაღებული და ეს ენერგეტიკული კრადნიკია, არ გამოვრიცხავთ, თქვენ თვითონაც კრადნიკს იყენებთ თქვენს თავზე. გასაგებია. კარგით. აბა ეხა რა გიშლით ხელს, ეს ვინ? რა გიშლით ხელს, ხო? თქვენ ურთიერთობაში ეს ხელშემშლელი ფაქტორები რა არის? რა არის? ოთხიანი ხმლების მერე რა უნდა ვისაუბრო? და ესე იგი სამყარო დღეს როგორ საუბრობს, უყურეთ, ცხრიანი გენაცვალე, ოთხიანი და ესე იგი დედოფალი ხმლები. ქალბატონი ამოვიდა, რომელსაც ბიჭებშიც, მამაკაცებშიც ამ ეტაპზე უკვე ქალბატონი დაჯდა, რომელსაც ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ გაგანადგუროთ, ძალიან ბევრი სიტუაცია, დაწექი და აღარ ადგე ესეთი თემაა, ხო? ჩვენი მტრები დაწვნენ და აღარ ადგნენ, ჩვენ ჯვარი გვწერია,
და იცით რა არის, არაფერი აღარ გინდათ, ავამტყოფობა, ურთიერთობაშიც ავამტყოფობა, ჯანმრთელობაში გადადის მერე, უნიათობა, სიზარმაცე, აი ყველაფერი მოპარულია და ეხა ელოდება ეს ქალბატონი, რომ ესე იგი როგორ მიდის თქვენი სიტუაცია, მიხვდით ხო? სამყარო გაწვდით კიდე, აი აქ შანს გაწვდით და კი არის, მაგრამ შეიძლება ბევრი ვერ ხედავთ ამ შანს, ამ გამოსავალ სიტუაციას ვერ ხედავთ, მაგრამ როგორ არის, იცით, აღარაფერი აღარ მინდა, დამანებით თავი, მე თვითონ ვიცი როდის და რა უნდა გავაკეთო, აქ არის უკვე აგრესიები, ფსიქოლოგიური ტრაუმები, მენტალი და ასე შემდეგ. ეს ქალი პირდაპირ დიდი ხანია მუშაობს, რომ ესე იგი თქვენი რესურსებს იპარავს. ახლა კიდე კრადნიკები ხედავთ, ხო, რეები გამოვიდა. მოდით ახლა მე ამას ასე ვიზავრო, უკან მიუბრუნოთ აი ამ ქალბატონს, აი ამ წუთიდანვე, უკან მიუბრუნოთ. და მე და თქვენ, ჩემო გამომწერებო, აი ეს უკან წამოვიღოთ, რაც მოგყარეს ამ წუთასვე. აჰა. კარგით, გავიგეთ ხო? და ეხლა კიდე ერთი რამ არ ვაპირებდი, მაგრამ ეს არის თვითონ სიტუაციის ტარო, თვითონ situation აწერია, აი სიტუაცია. ნახოთ ახლა, უკან ნახეთ, ხო გითხარით თვალი მეთქი. ესე იგი გიყურებთ, აქ ვიღაცა გიყურებთ, გათვალთვალებთ, მოდი დავტოვებ ამ თვალს, ვინ არის, აბა ვნახოთ რა არის, რა ხდება, რა სიტუაცია, აი როგორ უნდა მეკითხა, რომ აი ეს ყველაფერი თქვენ ურთიერთობაში, თქვენ წყვილებში, ხო? ეს ხელისშემშელი ფაქტორები როგორ უნდა გამოასწოროთ, როგორ და აი თვალი. აბა ეხა ვიკითხავ, თქვენი თვითნებური გათვალვა ეს თუ სხვისი, თქვენი მტრებისგან თუ თქვენც ითვალავთ. აქ ტრაგედიები დაფიქსირდა პირდაპირ სიყვარულზე. კი, პირდაპირ სიყვარულზე დაფიქსირდა ტრაგედიები. იცით რა არის, ძალიან სწრაფად მოხდა ეს გადანაცვლება, გადასვლა, გადმოსვლა, ზოგს მანქანაზე, სითარსე, თქვენს წყვილებში ხედავთ, ხელისშემშელი ფაქტორები, დაითარსა ეს მანქანა, შეიძლება რაღაცა პრობლემები გაჩნდა ისე, რომ არც ელოდებოდით, იმიტომ რომ თვალი, ეს არის სხვისი თვალი, კიდე კაი, იმიტომ რომ სხვა გიყურებთ, რომ და ის ტრაგედიაში იყოთ, ტრაგედია შემოვიდა, ტრაგედია ხედავთ? გადმოვარდა. თქვენი ფორტუნა, თქვენი გზები, დღე და ღამე, აი აუყურეთ ახლა აქ რას გეუნებათ სამყარო, მე მაქვს რიტუალი, გაიწმინდეთ თქვენი გზები, რომელზეც ყოველ დღე დავდივართ, აუცილებლად გაიწმინდეთ გზები, days and night wake months, აუცილებლად, ესე იგი გაიწმინდეთ გზები, აი ეს გზები გაწმინდეთ, აი ესე იგი რითი უნდა გამოვასწოროთ, ხო, სიტუაცია, ეს ვიკითხე, ხო? კი, ნამდვილად და აუცილებლად აფრინდებით აი ამ რიტუალის მერე ეგრევე ეს არხანგელ მიხაელის ფერია, მიქაელი კიდე და ამოვიდა დღეს, მადლობა არხანგელ მიქაელ, ესე იგი თქვენს გზებზე გიყურებთ, ანგელოზი გეუბნებათ, რომ შედი და გაიკეთე ეს რიტუალი, გაიწმინდე გზები, აუცილებლად, აი უყურეთ, როგორ გესაუბრებათ, ჩვენ ბოლო კითხვა რა დავსვით, როგორ უნდა გამოასწოროთ, ხო? ჩაკეტილი გზები, აი ეს თვალი რო გიყურებთ, ჩაკეტილი გზები გენაცვალე, უნდა აუცილებლად გაიწმინდოთ და უფალი და ანგელოზები დაგეხმარებიან, კლინინგ, აჰა, აი მედიტაცია, ესე იგი რა, უნდა ჩაიტაროთ გაწმენდა რიტუალზე, მანქანაზეც უნდა გაიწმინდოთ, ურთიერთობაში ვისაც არა გაქვთ გაწმენდილი, გაიწმინდეთ, თუ გაწმენდილი
ადგილი გაქვთ, კიდე გაიწმინდეთ. მეუბნება ეს საკმარისიაო და რახან საკმარისია, მესამეს აღარ დავამატებ. აქ ყველაფერი ითქვა უკვე. ძალიან დიდი მადლობა არხანგელ მიქაელს, ძალიან დიდი მადლობა ჩემს თავს ნინიას, დიდი მადლობა ჩემს გამომწერებს, რომ ასე გიყვარვართ და მეც ძალიან მიყვარხართ და უფალი იყოს ჩვენი მფარველი, არ გემშვიდობებით, გეუბნებით მომავალ შეხვედრამდე.